მეგობრებო, ასეთი გაშლა შემოგთავაზოთ ახლა მისი ბოლო ფიქრები, მოდი ესე ვთქვათ, თქვენთან მიმართებაში რაზე ფიქრობ და როგორ აღგიქროთ. ფიქრობს თუ არა თქვენ ზოგჯერ ეს გავიგოთ და შევფიქრეთ თქვენი თავი და თქვენი პარტნიორი, ვისაც გაინტერესებთ მისი ფიქრები როგორია თქვენთან მიმართებაში. პირველ რიგში იმისთვის რომ მიხვდეთ რამდენად რეზონირდება და თქვენზე ეს გაშლა, ნახოთ რა ენერგიებშია ეს ადამიანი, რას რეზონირებს, მოდი ესე ვთქვათ, ბოლო პერიოდში თქვენთან მიმართებაში. თუმცა უყურეთ ბოლომდე ამ გაშლას, თუ არა და გადავლეთ სხვა გაშლებს ჩემ გვერდზე თუ არა. ლაიკები არ დაგავიწყოთ ყველა ვარიანტში. ადამიანი რეზონირებს აი ესეთი ტრიპლი ამოგვივიდა, იმპერატორი, საჭეს უზის და შეყვარებულია თქვენზე. ყველა შემთხვევაში კარტები არის ორმხრივი, ორივე მხრიდან არის. ამ შემთხვევაში თითქოს ზურგს გაჩვენებთ, თითქოს გაბრაზებულია თქვენთან მიმართებაში, რაღაცა ეწყინა, რაღაცა შეიძლება უხამსად არა, მაგრამ ცოტა ესე გულსატკენად უთხარით და ეს ლაპარაკეთ, რაღაცა ვერ შეთანხმდით. აქედან გამომდინარე, თითქოს გაბრაზება გაჩვენებთ უფრო სწორედ, შეიძლება გადაადგილებაშია წასული და აქედან გამომდინარეც არის, რომ გაბრაზებული წავიდა, მოდი ესე ვთქვათ, პირდაპირ გაგებით ამ კარტის მიხედვით. ყოველ შემთხვევაში მაღალი არკანები არის ორი ამოსული და თქვენზე შეყვარებული ადამიანი, რომელიც ოცნებობს თქვენთან შეხვედრაზე, ჩახუტებაზე, ემოციურ ფონს იხსენებს და ასე ვთქვათ, კმაყოფილდება თქვენი ერთმანეთის გაგებით იქნება თუ სულიერებით იქნება თუ ფიზიკური შეხებებით და კონტაქტებით, ასე ვთქვათ. ყველა შემთხვევაში კმაყოფილია ამ შეხვედრებით, უბრალოდ რაღაცა ნაწყენის როლშია, ამ იმპერატორის როლშია ადამიანი ამოსული. იმპერატორი არის ყველა ვარიანტში მეუღლის კარტი, ეს არის თქვენი მეუღლე თუ არის ვიღაცის მეუღლე და თქვენ მესამე მხარე ხართ, ამის გარკვევას ამ გაშლაში რასაკვირველი არ დავიწყებ, ყველას თქვენი გაქვთ, უბრალოდ რაღაცა გადაადგილებაშია, მოდი ესე ვთქვათ, შეიძლება გულნატკენ სიტუაციაში. შეიძლება ასევე იყოს თქვენი უფროსი, მენეჯერი, დირექტორი და ასე შემდეგ. რაღაცის ფილიალის ან რაღაცის ხელმძღვანელის როლში მოკლედ. ადამიანი კარგ თანამდებობაზე, მოდი ესე ვთქვი, უფროსის კარტია. იმპერატორი. ესეთი ენერგიები აქვს ახლა თქვენთან მიმართებაში, ანუ გაგრძნობინებთ, რომ მისთვის ძვირფასი ხართ, მაგრამ გადაადგილებაშია, მივლინებაშია, დასასვენებლად წავიდა, უბრალოდ შვებულება აქვს. უბრალოდ გაჩვენათ, შესაძლებელია ამ კარტით ასევე, რომ კურსი შეიცვალა, თითქოს ზურგი გაჩვენათ და თუ არ გინდა და ნუ გინდა, მე ჩემ გზაზე წავალო. აი ესეთი ჟესტიკულაციით თითქოს გამოხატავს, რომ თავის გზაზე მიდის, მოდი ესე ვთქვათ. თუ ემთხვევა ასე თუ ისე ენერგეტიკა, გაშლა არის ორივე სქესისთვის შეგახსენებთ. მაშინ უყურეთ ბოლომდე მისი ფიქრები როგორი იყო, მისი ბოლო ფიქრები, მოდი ესე ვთქვათ, ცხელ-ცხელი, რას ფიქრობს თქვენზე. მიხართ მისთვის. მეთამეტე მაღალი არკანი, სიკვდილი ამოდის. ღმერთო ჩემო. სამი მაღალი არკანი, სამი კარტიდან. პირველად დავიწყებ კარგით, ასე ვთქვათ, მისთვის ხართ იმპერატრიცა. იმპერატრიცა არის, კიდევ ვინც არიცით და ჩემმა გამომწერებმა უკვე იცით, რომ ეს არის ძალიან რესურსული ქალი, ეს არის ქალი, რომელიც ოთხივე დედოფლის კარტს მოიცავს თავის სტიქიებით, ეს არის ასევე მეხუთე შეწყობადობა, ესეთი სულიერი, მესამე თვალის მქონე ეზოთერიკი გრძნობიარე ქალის, რომელსაც შეიძლება წინათ გრძნობები აქვს, ძალიან კარგად შეუძლია რაღაცეების ხილვა, რაღაცეების წინასწარ მეტყველება, აი რაღაცას უბრალოდ იტყვის და მეორე დღეს თუ არა მესამე დღეს ისე გიხდება და აი რაღაცნაირად ეზოთერიკია, ტაროლოგია, ფსიქოლოგია ძალიან კარგი ქალი, რომელიც ასე ვთქვათ, გრძნობის დონეზე უმაღლესად გრძნობს ყველაფერს. აი კარგსაც რო მოდის წინასწარ გრძნობს რაღაცნაირად, ბედნიერია მოლოდინის რეჟიმში, აი ცუდზეც უფრო მეტად
წინა დღეებში იქნება, წინა კვირეებში იქნება განსაკუთრებული მღელვარება და შფოთვა ეტყობა ქცევაში, ლაპარაკში, საერთოდ თქვენთან მიმართებაში. მოკლედ, მისთვის ხართ აი უმგრძნობიარესი ქალი და იმპერატრიცა ქალი, რომელიც ისედაც შეიცავს ამ მეორე მაღალ არკანს, შრიც არის ეს როგორც ვქვი, ეზოთერიკი ქალი, ქალი საიდუმლო, მისტიური შეგრძნებებით და ემოციებით, ამ ქვეყნიურ და იმ ქვეყნიურის, ასე ვთქვათ, მასწავლებელი, თუშუა, მდგომელი და დამხმარე ამ ადამიანების იმ ქვეყნიურის რაღაცა თვალი რო აგიხილოს, რაღაცა გაგრძნობინოს, რაღაცები გითხრას, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები ვერ გრძნობენ და ვერ გეუბნებიან. ადამიანი, რომელიც ტრანსფორმაციას განიცდის შენთან მიმართებაში. ეხლა ეს ურთიერთობა განიცდის ტრანსფორმაციას, ეს არის ასევე მე-13 მაღალი არკანის სიკვდილი, ოღონდ სიკვდილის ნუ შეგეშინდებათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ სიკვდილს აპირებდან რაღაცა დაგემართებათ, არც ერთ ვარიანტში, ეს არის უბრალოდ ძალიან დიდი ტრანსფორმაციის კარტი, რომელიც ყველაფერს ცვლის, ის რაც იყო თქვენამდე, თქვენ ურთიერთობაში აქამდე და ახლა როგორც გრძელდება, ეს არის რაღაცნაირი ციკლის დასასრული, არა, უფრო ვიტყოდი სრულიად დასასრული იმის, რაც იყო თქვენ ურთიერთობაში დღემდე და აქამდე და როგორც გაგრძელდება თქვენი ურთიერთობა. ყველა ვარიანტში მას ამ ტრანსფორმაციის შედეგად თქვენს მიმართ შეხედულება, თქვენს მიმართ ფიქრი იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხართ მისთვის, ერთადერთი ქალი ხართ. თავის ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, თავისი ამ გამომუშავებიდან გამომდინარე, თავის აი ამ გრძნობელობიდან გამომდინარე, თავის ფასი რო იცის ქალი, რომელსაც ყველაფერი ხელისწიფება, რასაც მოკიდებს ყველაფერი გამოსდის ხელიდან და ნუ უზადოდ კარგი მზარეული და კარგი დიასახლისია, როგორც წესი, იმპერატრიცა ულამაზესი ქალია, ძალიან სექსუალური და ქალი ღვთაება, რომელიც მეტი არავინ არ გაინტერესებს ამ ქალის შემხედვარე ადამიანს, ისეთია მოკლედ. და მის წარმოდგენაში ფიქრით ის, რომ თქვენ ხართ ძალიან სამართლიანი და ამ სამართლიანობის შედეგია შესაბამისად ჩემი აზრით, როგორც მე ვხვდები, მისი ზურგშებრუნება ამ მომენტისთვის თქვენთან ურთიერთობაში რაღაცა სამართლიანად უპასუხეთ. შესაძლებელია ამ კარტით მიყურებდეთ ახლა სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები, უფრო ადვოკატურა, სამართალი, მოსამართლე, რაღაცა დაცვის მხარე, აი სამართალთან და ადვოკატურასთან ძალიან ახლო ადამიანი, ან შინაგანად ხართ ძალიან სამართლიანი, აი ქუჩაში გამვლელ ადამიანსაც უსამართლოთ, რომ ვინმე ექცევა და შეატყობთ, რომ ასე ვთქვათ, დაუცველია მართალი მხარე, ყოველთვის მის პოზიციას იცავთ, მას იცავთ, ანუ არ ტოვებთ ადამიანს რაღაცნაირად ისეთ სიტუაციაში, რომ არ დაიცვათ. სამართლის მომხრე ადამიანი ხართ. კიდევ კარტმა ისიც მიჩვენა, რომ ამ სამართლისთვის შესაძლებელია ბევრჯერ თავშიც მოგხვედრიათ, ცუდი სიტყვა იქნება ეს უხამსი ვინმესგან, ისეთისგან თუ გრძნობის მიხედვით გული უტკენინებიათ თქვენთვის და უგრძნობინებიათ, რომ აი შენ მოდი რა მოკეტე და შენ ნაჭრში იყავი და ნუ ერევი იქ სადაც არ გეკითხებიან, მაგრამ აი ისეთი ტიპაჟი ხართ, რომ აი თქვენი სიმართლე გინდათ, რომ დაიცვათ, დაუცველი ადამიანი და ძალიან სამართლიანი ხართ. აი თავში მოხვედრის და რაღაცა ბევრი ვაივაგლახის მიუხედავად, მაინც არ შეგიძლიათ, ასე ვთქვათ, გაუვაროთ ადამიანს და არ გამოესარჩვოთ, არ დაიცვათ, რაღაცნაირად ნუგეში არ მისცეთ. აი ესეთი ადამიანი ხართ მისი ბოლო ფიქრებით მასთან მიმართებაში, არა, საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ღირსეული ადამიანი ხართ. აი უპირობოდ სამართლიანობის ეტალონი ხართ მისი წარმოსახვით. გრძნობის დონეზე რას ფიქრობთ თქვენთან მიმართებაში? გრძნობს, რომ პაუზა ახლა თქვენ ურთიერთობაში, სავარაუდოდ მართლა ან გადაადგილებაში ეს ადამიანი რაღაცა შორ დისტანციებზე ან ერთ ტერიტორიაზე არ იმყოფებით, ან უბრალოდ მენტალურად ცოტა დაშორდით და პაუზა ამას გვიჩვენებს კარტი და დაკიდებულ მსხვერპლის როლში მიჩვენებს თავის თავს, თითქოს რაღაცნაირად
ვერ მოქმედებს თქვენთან მიმართებაში ისე როგორც მას უნდა და ახაც ახალი ეტაპი იწყება თქვენ ცხოვრებაში და თქვენ ურთიერთობაში და ამასაც ამ ყველაფერს ეს ადამიანი გრძნობს, ცდილობს დააბალანსოს თავის ემოცია და ასე შეხვდეს ამ ახალ განულებულ ეტაპს თქვენ ურთიერთობაში.